ზემო სურებში სურები 2 ჰესის კოპინგის ანგარიშის განხილვა გაიმართა. განხილვის დაწყებამდე მოსახლეობას შორის შელაპარაკება მოხდა. სოფელ ზემო სურებში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი. მოსახლეობის ნაწილი მომხრეა მშენებლობის დაწყების. ნაწილი კი ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. არგუმენტები ორივე მხარეს აქვს და განხილვის დაწყებამდე ეს ნათლად გამოჩნდა. პიროვნება დამისურდა ჰიდროლოგია და შემდეგი დეტალური ანალიზი გაკეთებული შვეიცარიული კომპანია შტუკის მიერ ევროპული სტანდარტები დიახ არა გამოგიგზავნით მაგ დოკუმენტს ეს არის ბადურ უკლებაზე დაფუძნებული ბადურ უკლების ჰიდროლოგიაზე დაფუძნებული ციფრები და ეხა გაკეთდა დეტალური ანალიზი შვეიცარიული კომპანიის მიერ იმ მეთოდებით როგორც ანგარიშობენ ევროპაში გლობალური დათბობის გათვალისწინებით იმ კოეფიციენტის მიყენებით მაგ დოკუმენტს გამოგიგზავნით მოგაწოდეთ. მდინარე ეს თვითონ მდინარე არის ამ ხეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თუ ამ სურებში რაც არის ეფექტური ყველაფერი ამ ხეობის წყალობით არის რა. ხეობას ამშვენებს მდინარე და ზოგადად მდინარე კვებავს ბუნებას ყველანაირად და ის ეკოსისტემა რაც აუცილებელია ბუნებაში, რაც გვჭირდება ბუნებაში, სწორედ მდინარე უზრუნველყოფს ამას და გასაგებია რომ რაღაცა თქვათ არის საჭირო განვითარებისთვის რაღაც საკუთრებას ხო შეიძლება განვითარება წავიყვანოთ ისე რომ ბუნებას არ შევეხოთ ისე რომ მე ჩვენ მან დაგვაზარალოს და უფრო მეტი უკუჩვენება მოგვცეს რასაც ველოდებით თქვათ აი თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰესი და გაურთხილდეთ თუნდა იმ ბუნებას რომელიც შენ გასაზრდოვებს ორყოფითიც ეგ არის ყველაზე დიდი რომ ის რაც შენ კვებავს ის არ უნდა მუშაალო და ის არ უნდა დაანგრიო მე არ ვარ განვითარების წინააღმდეგი და მე არ ვარ რაღაცების წინააღმდეგი პირიქით მინდა რომ განვითარდეს ყველაფერი და მე მასწავლებელი ვარ და 3 ბავშვია სკოლაში შემოსასვლელი ფაქტობრივად სოფელი დაცლილია აბა ეხლა რო რამე მოხდეს თქვა არავინ არ ველოდებოდით არც თქვა მილებში გამოატარეს ვერესყარი ხო რა მოხდა ხო კარგად იცით